აი გამარჯობა თქვენი მეგობრებო. განაჩენი მიშას ესენჯო პიჯაკების საქმეს უძახიან და სინამდვილეში 9 მილიონ ლარის მოპარვაში რო ედებოდა ბრალი და რო დაუმტკითა ეს ბრალი იმ საქმეზე ლაპარაკობთ. მიშას პასუხი არის ძალიან მაგარი რო იცოდეთ. მოპარვა არ არის. მიშამ გაცილებით მეტი მოიპარა. არა, სხვა მიშამ გაცილებით მეტი მოიპარა. ეს არის თავის ყულაბად გადაქცეული ბიუჯეტიდან რა დაიხარჯა თავისი ნებების განხორციელებას. იმიტომ რომ აქ დეტალურად რო ჩაყვე, რა ტიპის ხარჯებზე არის საუბარი. ანუ მარტო ნებების დაკმაყოფილების ხარჯები არის. აი უყურე რა ირონიულად ჟღერს რომ ყველაზე მორალური ხარჯი და ნუ ეგეც პრეზიდენტსგან როგორ შეიძლება, მაგრამ ყველაზე მორალური ხარჯი არის შვილისთვის სწავლის დაფინანსება. მოდი გინდა ეხლა ხარჯებს გეტყვი ძალიან მაგას. ვიცი, მიდი. კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და საგვზარო ბილეთებში ეს 2007 წელია, მეგობრებო, 15000 ლარი რო გადაიხადეს, ეხანდელი 40-ია და უბრალოდ კითხვა მაქვს. მე ვიცი დაახლოებით ვინ არიან კრისტინა და ნატალია უსოვები და დედაშვილი. დედა ჯობია, მე მგონი გარიგნობით და რა არის ეს? რატო? ან კაი, ვერა ქობალიას ასევე მისი დის სამგზავრო ბილეთების შესაძლებლად 20. თინა ბოკუჩაუს აიფონია კიდე ძალიან საყვარელი, მაგრამ საჯაიას ფრენები და მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგლავას ინსბრუკში გამაჩასაღებელ ცენტრში გასახდომი პროცედურები 114. ჭირდებოდა სხიმი აღჭოვდა ძმაო. ორივეს. აიცი რა ემართებოდათ რა. მოხდები როგორი ამბავია. ხო და უყურე ეხლა მაგალითად ბუდიში ალი კამალის მიხეილ სააკაშვილის სტილისტის პარიკმახერია. გაზვალტყებულ ქვეყანაში, სადაც უამრავი სოციალური პრობლემა იყო, სასტუმრო და სამგზავრო ბილეთების 75,000 ლარი. ეს არის 2000. ანუ მიშას ვარცხნილობა ყველას გვახსოვს. რამე განსაკუთრებული იქ არ ყოფილა და საჭიროება რომ უცხოელი სტილისტი ეფრინა საქართველოში, ანუ პროსტა სიგიჟეს და პოზერობას და მარიაჟს. და კიდე ესეთი ძალიან მაგარი შეკითხვა. ეპილაციას თუ ბოტოქსი თუ კოსმეტიკური ოპერაციებისთვის და პროცედურობისთვის აი 2011-ში მე მგონი რამდენი დაიხარჯა აბა 800,000 700,000 ლარი. ხო და უყურე მაგალითად ანუ ის თავის მიშას ქალების ჩამონათვალი იყო არა იმისი ცალკე ხარჯები რა იქ სოფონიჟარაძე არის 9-ჯერ რო შეეცვალა სქესი არა 800,000 რანაირად რა კოსმეტური რამდენჯერ არა რა უნდა დაიმატო ისე ზონის რედუქცია ზოგადად მოახედენ და სამ თვეში ორჯერმეც იმატებდა და ხელახლა უწევდა მერეც ბაო და ალბათ ძვირი ღირს რა რა უნდა დაიმატო რა ორგანო უნდა დაიმატო მე რა მე ისე კი არ მივანიშნებ პროსტა რა უნდა გააკეთო რა ცხიმი აი ფილერ რა ცხიმი უნდა შეუშვა ეგეთი რა უნდა გაიშეშო ბოტო 800,000 ლარად ბოტოქსი ერთ ქვეყანას გააჩეშებს ბიჭო 3-9 ადამიანს ეყოფა ხო და აი მაგალითად არაფერი არ უშეშდებოდა ჩამონათვალში ვინც არიან მიშას ქალები რა ის ყველა ან შემდეგ პოლიტიკურ თანამდებობაზე დაინიშნა ან სოფონიჟარაძე რომელიც ესტრადის დედოფლად დასვა საქართველოში ჩემი ფავორიტი პერსონაჟი არის მარიამ საჯაია რომელიც ვამბობ რომლის გამოც ბიჭო შეიცვალა კონსტიტუცია იმიტომ რომ ასაკის ზღრული ის ხაზი ჩამოწეული იყო ქვევით რომ მას ქონოდა შესაძლებლობა გამختارიყო პარლამენტი ანუ ეგ არის ბავა აი ქალისთვის ხუშტური სასრულებლის ყველაზე ის სანიმუშო მაგალითი არ დაუდგა მერე მართლა არ დაუბადური ყოფილა მაშინ უმადური ყოფილა საჯაია ისეთი იყო რა საჯაია კაცო მე ეხა ტყეში წავიდა ხო მაშინ ეს ტყეში წავიდა არა ცხოვრობს ცოტა უცნაური გოგოა ვაფშე არ არის უცნაური პირიქით აი ჰიპური ტიპია რა კალიბრის ჰიპი ვეთქვი ვაცადე ბიჭო რა კალიბრის ჰიპსტერია იცი იმენა აი ცოტა დღეს რო გონიათ კაიტონი 60-იანების რაღაცა უცტოკი და ის ვაფშე აი რაღაც ანდერგრაუნდი მასაც აცდენილი წავიდა ტყეში და გააწყვიტა რომ ხელფასი არ არის საჭირო ელექტროენერგი რაღაცები არ არის ყველაფერი შეუძლია აი ტიპი გახდა ვინ იცი ბაიდენ პაზლენი რასტრაში იყო წასული ავტოსტოპით ხო აი დაახლოებით ხო ხდები რა კალიბრია რა ფუკეთში წავიდნენ ვინ იცი დავით ბაქრაძე მიშა რა თქმა უნდა ლევან მარშალომიძე და ფუკეთში ხო არანაირი ვიზიტი არ შეიძლება რომ იყოს ფუკეთი არის თავიდან ბოლომდე კურორტი ხო
ტაილანდში, ხუკეთში 127,000. ტაილანდში ჩვენც ვიცით რა ტიპის ტურიზმი არის. მე მგონი ჯერ კოსმეტიკური პროცედურები გაიკეთეს და მე ჩავიდე ხუკეთში რა. სხვა შორის ძალიან აქტუალ ფილერს იკეთებენ მამაკაცები სასქესო ორგანოზე, ანუ იდიდებენ ხო. შეიძლება 800,000-ის ეგ არის. იმიტომ იქ თელმა ნაცებმა შეიძლება fine tuning-ია, fine tuning. შეიძლება თელმა ნაცებმა 1 სანტიმეტრი დაიმატეს რა თითო კაცო. აი, ასა ტრიჯანში. კაი, მოდი ახლა ჩვენ აბა რა ვიცი ბიჭო 800,000-ის რა ფილერი უნდა გაიკეთო და რა ბოტოქსი ერთმა კაცმა აი ეგ არის აუცილებელი. არა, ერთდროულად კი არა. რამდენიმე წლის მანძილზე. ნახე კაცობრიობის ისტორიიდან რო წამოყვე დღემდე. ოღონდ აი რომელი პერიოდიდან იცი? დაჟე სანამ გაიმართებოდა დღემდე ერთ ადამიანს პროსტა ის ადამიანი რა უნდა გაიშეშო ამდენი და რა ვიცი, ალენდენოს ვინძე იქნებოდა მართლა ყველაფერს გამოუცვლიდნენ რა. ხო, ნუ მოკლედ მიუსაჯეს და თვითონ იძახის რომ მაგრამ კიდე ბაირამობაა მაგისთვის ეგ 9 წელი, იმიტომ რომ სრულად მთელი სისხლიანი 9 წლის მანძილზე მიშამ რა ტიპის რეჟიმის შექმნა და რა ტიპის დანაშაულით ჩაიდგა ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების წინაშე. ომზე უნდა მიუსაჯო. 9 წელი არის ბაირამობა წვეთში. ომზე უნდა მიუსაჯო. ამიტომ ნაგლად რო წერს რომ რა სტატუსი რო გამოაქვეყნა რომ აბაურესო რა ის არის ბიჯაკებისთვის მომისაჯესო. რა ყოველ დღე მადლიერი უნდა იყოს რომ ამ მომენტისთვის ეგ არის მაგისის ასჯელი. ხო, კარგი, მოდი მეგობრებო, მეორე თემა არის რომ ამერიკელებმა როგორც იქნა დაითანხმეს უკრაინელები 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტის მორატორიუმზე. რაზეც ალბათ დიდი ალბათობით რუსეთი ჩემი პროგნოზია რომ არ დათანხმდება და შეიძლება ახალ სპირალში შევიდეს დაპირისპირებად. რუსეთი ახლა უტევს და ეს 20-დღიანი პაუზა სამხედრო პონჩი არ ჭირდება, მაგრამ მეორე მხრივ უარი რო თქვას თელოსოფლიოს წინაშე ახლა როგორც უკვე ომის გამგზელებელი და მსურველი წარმოდგება მარტივად არ ხდება იქ. ამიტომ შეიძლება გაგრძელდეს ეს ომი და უფრო ძავრ ფაზაშიც გადავიდეთ. შენი პროგნოზი როგორია, რას ფიქრობ? აი, მალე გაირკვევა ახლა 1-5 დღეში უნდა გაირკვეს ყველაფერი. მე მაინც მგონია რომ ომი დასასრულს უახლოვდება. ანუ იქნება ეს პერემირიე? აი მე მაინც მაგისკენ კი ბატონო. თითქოს ეგრე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება ვთქვათ, რომ დასრულდა კიდეც ომი. რატო, როგორ მე მგონია, რომ ხო, სხვა შორის ტრამპის რიტორიკა და ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკა გარკვეულწილად თითქოს შეცვლილი რა უკრაინასთან მოგვარდა და ეხა ასევე აროგანტული იყო რუსების მიმართ. მე წავიკითხე ლავროვის თქვათ პასუხი ან კომენტარი რაც კიდე ის დავარქვათ. ისიც ძალიან საინტერესო და ბევრის მომასწავლებელია. შესაბამისად მე მგონია რომ ომი დასასრულს უახლოვდება უბრალოდ რამდენჯერაც ითქვა ასევე ახსენეს სანქციები ალბათ რაღაცა შემცირდება ან შესუსტდება. ჩვენ ვნახეთ რომ SWIFT-ის სისტემაში დაამატეს რუსეთში. ხო, იმიტომ არ გამოიღო შედეგი რა. შესაბამისად ჩვენ ვნახეთ რომ მაგალითად სანქციები რაზეც იყო ბუნებრივ რესურსებზე ასე შემდეგ ის გადაფუთული და სხვა გზებით შედიოდა გინდა ევროპაში, ხო, გინდა ევროპაში და განსაკუთრებით დასავლურ ქვეყნებში. ამ სანქციების პოლიტიკამ თან ჩვენ გვახსოვს ტრამპი სანამ მოვიდოდა ამბობდა რომ სანქციები არის დოლარის ყველაზე ისეთი მტერი, იმიტომ რომ ჩვენ ვკარგავთ ძალიან სანქციები არ იდეოლოგია ის იდეა. განსხვავებას ვინც მეტყვის ის გადაცემ რა. ტარიფი და სანქცია აბსოლუტურად იდეოლოგია. ხო, იმიტომ რომ ნუ ტრამპი ამბობდა რომ სანქცია ერთგვარი ტარიფის გაზდა, მიხვდი? ნუ სანქცია არის რომ საბოლოო ჯამში თქვათ ტრამპთან ყველაფერი ისე არ არის როგორც იზოლაციაში კი. მოდი შენი აზრით მაინტერესებს ჩემო. მე გონია რომ ომი წელს ყოველ ვარიანტში თუ არ დასრულდება იმ მოლაპარაკებულ ფაზაში შევასაძ შესაძლებლობა გაჩნდება უკვე რომ წელს არ ჩვენ ახლო პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. არა, ერთი თვე ესე აი ეს ამბავი ხო ეხლა გაირკვევა პერემირიეს ამბავი. ცეცხლის შეწყვეტის ამბავი 30 დღიანი. კი, არ მგონია რადიკალური უარი იყოს რუსეთის მხრიდან. მაშინ ეს მოგვეცითო იტყვია, კი ბატონო. ხო, ანუ კი, ივაჭრე, ანუ უყურე დღეს მაგალითად ძალიან საინტერესო იყო სააკაშვილის პერიოდის მედია, ხო, ახსოვს ერთიანი ლაპარაკობდა რა. ეგრე დაიწერა ტვიტები. ხო, ისი. რო არ შემეშალოს თუ გინდა ჩავხედავ, მაგრამ იყო
ხო რა ისეთი ევროპული ტიპი. ევროპული ტიპი რომელიც დაიწყო რუბიომ, ანუ რუბიოს აკოპირებდა ყველა რა. და რუბიომ ხო ეგეთ რაც რომ ბურთი უკვე რუსეთს მოედანზე არისო. ხო და დაუხარდათ რა. კი, მე მაკრონმა თქვა იგივე, თქვენს კი, იგივე. ამიტომ ეხლა იმდენად მაღალი არის ეს მოლოდინი და მართლა იმდენად სათამაშო ბურთი რუსეთს სათამაშო მოედანზე არის, რომ მე არ მგონია რომ პირიქით უფრო ეს და აქ თან თითქოს ნახე რა არის დასავლეთი ეს ყველამ უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ რომ გინდა მარკეტინგი, გინდა პიარი, გინდა რა დავარქვათ ძალიან ძლიერები არიან ამ მიმართულებით კი ბატონო ანუ მედია ჰედლაინებს და ზოგადად მედია ომს ხშირად იგებენ ხოლმე შეხედე საინტერესო რა იყო და ნუ კინო არის ამის ყველაზე идеალური მაგალითი ხო პროპაგანდისტული კი ბატონო პოლიტიკას ყველაზე მაგრა კინო ყვება ზოგადად ნახე თითქოს აქ ომის ყველა ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს როცა ჩვენ თავი დავანებოთ მორალური გამოცდა უწყობენ რუსეთს მიხდი ანუ მედია ჰედლაინები ლაგდება ისე რომ მორალურ გამოცდას აბარებს რუსეთი ოღონდ უკვე დასავლეთის ფალში მორალურ გამოცდაში 1000 ჯერ არის ჩაჭრილი ეს არის ყველაზე სისხლიანი რეჟიმი იზის ჩვენ უკრაინა მე აღარ მინდა რომ ხალხი დაიღუპოს კი ბატონო უკვე მნიშვნელობა არ აქვს რომ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მე აღარ მინდა გავაჩეროთ ხალხის კლა ჰუმანური მოწოდებებით გამოდის. მოდი ხატია დეკანოიძე გავუშვათ, რომელიც ძალიან მაგარ გეგმას გვეუბნება თუ როგორ უნდა დაგვამხონ ჩვენ მეგობრებო. ეს არის აი უძლიერესი გეგმა. მედი ხატი უნდა გაჩნდეს პროტესტის რუსთაველის თქვათ საზმაოს გარდა სხვადასხვა ცენტრები, კერები, რომელიც იქნება პროტესტის კერები, ხო? აი თქვათ ოპოზიციურმა. როგორ უნდა გაჩნდეს, როცა თქვენ არ ახართ ჩართული, ხო? ოპოზიციურ პარტიები ამის ორგანიზებაში. ხო, არა, ეს ეხა ეგეც სხვა საკითხი აქ მივალ აუცილებლად. ეს უნდა იყოს თქვათ იგივე თეატრალურ ინსტიტუტთან არის ერთი, ეს უნდა იყოს თქვათ შეიძლება კანცელარიასთან, რომელიც ოპოზიციური პარტიების კოორდინაციით შეიძლება იყოს. ანუ ეხლა არის გაზაფხული ყოველთვის არის აქტიური პოლიტიკური სეზონი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს კერები გაიზარდოს, იმიტომ რომ მაგალითად საზმაო მაჩვენა რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვათ ესე ჯიუტად ნებისყოფით თქვათ სხვადასხვა კერები რაც გულისხმობს, მაგრამ რომ ადამიანები ერთდებიან. ხო და მე აი კითხები რიტორიკული საზოგადოებრივ მაუწყებთან რა კერა არის რა სიტყვენ როგორც კი მოითხოვეს ყველა შტერი აი გიჟი რო იყო როსული აგრესია აი ამ დონის გიჟებიც კი შეუშვეს და ეთერში დასვეს ხო ანუ კაი კერა ხო საზმაოს არაკლი გადაცემებითაც თავისი გადაცემების არის რამდენიმე შეიძლება შენიშნოს. რატო უნდა იყოს პროტესტის კერა საზოგადოებრივ მაუწყებელი, ხო? იმიტომ რომ უნდათ. ხო, არა. იმიტომ რომ ეზენა ფორმულა და ფული გაიტანა, იქ თავარი დაიხურა, ესენი ტელევიზიაში მობილობა. ინოვაციური ელემენტი და დეტალი აკლია. ფოსტის შენობა არის ბანკი ფოსტის შენობა სანამ არ დაიკავებთ ხატია, მანამდე არ მოხდება. სად არის ხო წევი ფოსტის შენობა? ბიჭო კი არ ვიცი. აი თუ იცი ძველი პოსტის შენობა. ძველი პოსტის სად არის? მაგალითად ძველი პოსტი. არ ვიცი, მაგრამ ამბროლაურში ვიცი სად იყო. თბილისში არის კაცო. ყველა რაიონში არის პატარა პოსტუკას საქართველოს პოსტის ოფისი. კი ბატონო. ეგეთ დაიკავო. და თეატრალურთან ბიჭო. კაი. მეორე უფრო მაგარი სტრატეგიული ობიექტი იცი რა არის? მაშინ სხვა გადამზედი კომპანიები. იმელის შენობა. იმელის შენობა. აი, ჭადრაკის ბანკები? ჰა? კარჩი რა იყო? ბანკები რომ ვეღარ მოხდეს გადარიცხვა. საუკუნის დასაწყისის სტრატეგიული რკინიგზის ვაგზალი. რკინიგზა, მთავარი და პოსტა. პოსტა და რო კომუნიკაცია შეფერხდეს. რო კომუნიკაცია შეფერხდეს. სტალინმა რაც თქვა რა, რაც ქნა რა, რევოლუციამდე თავარი ფული საინანს გაწია. ხო, ბანკი რო გაიტანა. ლენინის ხაზია ბიჭო პოსტის თავარი არის. რო კომუნიკაცია დაიღვეს, მიხდი? რომ მივიდეთ გადაცმულად, კაი, ჩვენ შეგვამჩნევთ, მაგრამ ვიღაცა რომ მივიდეთ და მე მაქვს მაგარი იდეაო და მოუყვეს რა პოსტაძმებო. და ანახოს თქვათ ეს კანვასის ბავშვებს და ამ რევოლუციონერებს რო რევოლუციების ისტორიაში ამით ხდებოდა პოსტის შენობას თუ არ დაიკავებდი სად გააკეთებდი რევოლუციას ოღონდ კაფე სად არის ოღონდ კაფე ამბა სტამბა არა სტამბები აღარ არის სტამბები აღარ არის გაზეთები აღარ გამოდის თითქმის რა ბიჭო კუბის რევოლუციის დროს დაიკავეს პოსტა არ ვიცი ეგ როგორ იყო მაგრამ ეხა ვიხსენებ კინოდან ვიცი იმ ფილმიდან რა ქვია ნათლი მამადან რომ სასახლე დაიკავეს და დანარჩენი არ ვიცი რა სხვა შორს
ოპკავშირებიც და ის რომ დაიკავონ მიშას სასახლე არავინ რო არ იქდა ბიბლიოთეკა ეგ მიშას სასახლეა მიშასიც მინდა არ დაიკავოს მიშას არ დაიკავოს ბიბლიოთეკაც შეიძლება ბიბლიოთეკა ხო უბრალოდ მე რა მაინტერესებს რომ ესენი გასაგებია რომ სხვას ვერავის ვერ ატყუებენ უკვე და თავს იტყუებენ უბრალოდ რომ აი პროტესტის კერებზია საუბარი თეატრალური კერა რა კერები დღეს ვერ გადაკეთეს ქუჩას თუ გადაკეთეს ოღონდ იმიტომ რომ დღეს რაზე ჩიოდნენ იცი ზემძლავრი კამერები უყიდიაო ქართულ პოლიციასო მაღალი გარჩევადობისო და გოიმებით რომ დადიან როგორ შეიძლება აფიქსირებ ვინ არის ამომცნობია და მოგდის 5000 ლარიანი ჯარი რა ხო და ანუ რიში სტაბილიზება რჩება რომ ანუ ბადეა რა ხო ხდებია რა ნანუკას ფონდი ნანუკას ფონდი უჩაბაშიძეს რო იმას უჩიო რა ქვია ბანკის კრედიტსო თუ რას უხთიო რითი გააბრაო ეს ხო ხუეჟია ლევან სანიკიძემ თქვა რომ ყურებიან პენსიებს რო გვეძახიანო უნდა ამოიღო თქვა და თქვათო რომ ყურები არ გვაქვს მართალია გავუშვით შეიძლება ლევან სანიკიძე ძალიან ბევრი ადამიანია რომელიც თulis რომ ოპოზიციაშიც რომელიც თulis რომ ის კლიშე რასაც მას აკრავენ პირობითად უცხო ქვეყნის აგენტს მეძახიან ხო ან ეძახიან ვიღაცას რაღაც LGBT აქტივისტს უნდა ამოიღო და თქვა რომ არ ხარ და რასიცა უნდა თქვა რომ იცავ ამას და უნდა ჩამოთვალო ქართული ოცნების ნაბიჯები რომელიც ყველაფერს იმას ეწინააღმდეგება რასაც შენ იცავ გელამ თბილისის ორგანიზაცია და მე მგონი გამჭვირვალეობას იცით რომელი ქვეყნის აგენტად არის დარეგისტრირებული უკვე ქართულ აგენტად ესტონეთი თავისინებით კი თავისინებით ესტონეთი ანუ თვითონ სადამფუძნებლო დოკუმენტებში უწერიათ ლირიკა კი არ არის ხო მაგრამ ესტონეთის აგენტი შავა იდეაში მაინც შენი ქვეყნის პატრიოტს ნიშნავს იმიტომ ესტონეთი ხო მორალური კომპანია როგორც ზელენსკი არის სამყაროს მორალური ცენტრი ისე არის ესტონეთი როგორც ქვეყანა სხვა შორის ესტონეთი თუ ლიეტუა ესტონეთი ცალსახად ლიეტუა რაღაც არა ცალსახად ესტონეთი შეიძლება ისე ძლიერი ვერ არის როგორც ამერიკა შეიარაღებაში ამ ეტაპზე მაგრამ მორალური საკითხები ბევრად უფრო გასწორებულია 48 მილიონი დოლარი აქვს სამხედრო ბიუჯეტი 20 კაცი ყავს ესე იგი კიდევ ერთხელ ჩამოყალიბდეთ ადამიანები მართლა უცხო ქვეყნის აგენტები მართლა უცხო ქვეყნის აგენტებად დარეგისტრირდნენ და იგი ჩათრევას ამჯობინეს ჩაყოლა და ესტონეთის შვედეთის იურიდიული პირები არიან როგორ კაცო თუ გინდა მაგსაკი როგორც არის იმის მაგივრად რომ თავარი ამბავი რაზე ატეხს რომ ის რომ ჩვენ დავრეგისტრირდეთ უცხოურ გავლენის აგენტად ეს არის იმხელა სტიგმა რომ ჯობია ჩვენ ამ ეს გამოპროექტი თუ გავა ჩვენ ამ იმაში არ ჩავეწერებთ ამას ტიპებმა არჩიეს რომ გადარეგისტრირდნენ და აღარ არიან საქართველოში მოქმედი იურიდიული იყო თუ საქართველოში მოქმედი მაგრამ არ არეგისტრირდნენ ხო აღარ არის რეგისტრირებული და დარეგისტრირდნენ ესტონეთში ან სხვა ქვეყნებში კი და მეტი აღიარება რომ მე ვატარებ სხვა ქვეყნის ინტერესს ჩემ ქვეყანაში კი ბატონო ანუ მაგაზე მეტი აღიარება ვერ იქნება მაგაზე მასტიგმატიზირებელი ვერ იქნება ვერაფერი კომენტარი არის გასაკეთებელი რომ ნახე რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი და რაღაცა ლოგიკურ დასასრულამდე რომ მივიდეთ მაგ თემის ნახე ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში რაც ნაციონალურ მოძრაობა აღარ არის ხელისუფლებაში უყურებდით რადიკალური ოპოზიცია როგორ იქცეოდა ან უყურებდით პროტესტს ეს პროტესტი საიდან იყო ნაკარნახები და ჩვეულებრივ საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს უჩნდებოდა შეგრძნება რომ ეს არის ჭარბი რეალობა, ეს არის რაღაც ჭიქაშქა არის ხალი, ეს რაღაცა უცნაური თემები, ეს არაორგანულია, ეს არ არის ხალხის რეპრეზენტატორული თემები, რაც ხდებოდა, ხო და როგორც ხდებოდა. ჭარბი რეალობა. და ამას უყურებს და თურმე ყველაფერს პასუხი გაეცა, რომ იმიტომ იყო ეს ყველაფერი თურმე არსებობს გარკვეული შაბლონი, არსებობს ესე იგი სტანდარტიზაცია არსებობს მთელი რიგი ტრენინგები აგერ პროცედურული საკითხებია აგერ არსებობს მაგალითად მშვიდობიან რევოლუციის გზები აკერმანი რომელიც ჩამოდიოდა ჩვენთან და შემდეგ გარდაიცვალა უტარებდნენ აგერ მასტერ კლასებს თქვა ბაკურიანში და ასე შემდეგ და
ახლა უყურებთ სერბეთში რაც ხდება რა სტუდენტები როგორ იქცევენ ეს არის ერთ-ერთი გამეორება ყველაფრის და მე რო დავაკვირდეთ ხო მაიდნის ვთქვათ ამ რევოლუციაში დაიხარჯა 5 მილიარდი ამერიკული დოლარი რაც ნიშნავს იმას რომ მთელი რიგი პროცესები უბრალოდ ჩვენთან სხვა თანხით ხორციელდებოდა ხო რუმინეთშიც იგივე ხდება ანუ ეს არის ერთ თარგზე მოჭრილი ეს არის ძალიან სტანდარტიზებული სხვაჭორის დასავლეთს ახასიათებს სტანდარტიზაცია მუშა მოდელია რა არ ფიქრობენ კი ბატონო რა თქმა ანუ შაბლონი აქვს მეგობრებო აი გაუშვათ ლაშაბუღაძე მეგობრებო და სანამ ლაშაბუღაძე სადნახე ეგ ლაშაბუღაძე გაუშვით და მე მოგონი ძალიან გადაახტი იმებს დიაბარამიძე ამბობს საოცრ ხო გაუშვი პროპაგანდისტები ძალიან ელოდებიან რომ არ გადაიკეტება მუდმივად აი პირდაპირ ოცნებობენ და აი მართლაც ითვლიან წუთებსა და წამებს და წინასწარ ვიღაცას აღმოხდება ხოლმე რომ აი არ გადაიკეტა და ეს ნერვებს უშლით. იმიტომ რომ კრიზისი გრძელდება. იმიტომ რომ ეს რუსთაველის დაკავება ივანიშვილის რეჟიმს მუდმივად შეახსენებს რომ ხალხი არ გაჩერდება. და არ ჩერდება. აი მე კომენტარს გავაკეთებ ესე იგი პროპაგანდისტებიო ყოველ წუთს ელოდებიან აი გადაიკეტება თუ არა მე დაახლოებით თუ ჩემ თავზე მივიღებ ამ ნათქვამს და ჩემ ახლობლებზე გარშეულ ადამიანებზე ვისაც კარგად ვიცნობ შემხებლობა მაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია სადღაც ბოლო ერთი თვე აღარც ვიცით აქცია არის თუ არა სიმართლე რო გითხრა და მე ვიგებთ გადაკეტილა რეალურად მართლა ეგრე ანუ და ხალხის განწყობაც ეგეთია ანუ კიდე თუ არის აქციები აღარ იცის არავინ ეხლა მე გავაკეთე 20 კაცი კეტავს გზას მერე გიდასტურებ ღრმად ფეხებზე კიდია ოღონდ ძალიან და ეხლა გეტყვი უბრალოდ საქმე არის რომ ვიცოდეთ თორე ყოველ დღე იდიოტებმა გააკეთეს თავად გააკეთეს რეპორტაჟი TV პირველზე რომ შესყიდულ იქნა ჩენური კამერებიო და უბრალოდ ყველა ვინც მოძრაობს ასე ბოდიალობს და რა არის არცი დაჯარიმების ქუჩის გადაკეტვის თუ საპროტესტოდ გამოსული ადამიანების რაოდენობა ბუნებრივად არ არის იმდენი რომ გადაიკეტოს და ხელოვნურად იშლებიან ეს ადამიანი ვინც ხელოვნურ გაშლაში გადაკეტვის მიზნით მონაწილეობას იღებს არ ღვევს კანონს და ჯარიმდება შესაბამისად აი როგორც აი თელ ლიფსიტები რომ დაიჭირო რა დაახლოებით ის და გიარეთ და იხადეთ ეს ფული რა პრობლემა არის რა იდიოტობა სულ მაგრად ფეხებზე კიდია როგორ კეტავ და რას კეტავ და რატო აი ეგ არის უბედრუკობა რაღაცა ქუჩის გადაკეტვა მიაჩნიათ ბრძოლის აპოთეოზად რა სანამ ჩვენ იდიოტები დავდივართ მაშინ ჩვენ თურმე პროპაგანდისტებს გვეშინია შენ ისი გაშვება გინდოდა გია ბარამიძე სააკაშვილს მართლა ვიტყვიან პრეზიდენტობის დატოვების შემდეგ თიძე გადასახევი არ გაუტანია და არ წაუღია მან ისიც კი გააკეთა რომ ბიბლიოთეკის აშაშენებლად ხუზის ბებიას სახლი დაუნგრია და თვითონ თბილისში სახლი არ აქვს ერთი აქვს ყვარელში რაც ყველამ კარგად ვიცით ხო და ეგრისა სახლი მას შემდეგ რაც უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა და იქ მუშაობდა და აქვს უკრაინაში partial ocean view რა არის აი პროსტა არა გიულის ქონება არ უკვირდები თბილისში არ აქვს სახლიო თორე ხა მაიამიზე და ნიუ-იორკში სადღაც მანჰეტენის სახლი რა ასალაპარ არ მანჰეტენზე არა კვინსის სახლი იყო ის ჯერ ესეთი partial ocean view ხო ხა სენჯერმენზე სახლები და რაღაცა რომში აი მაგას ვერ დავიჭირე ბიჭო თბილისის სახლი დავიჭირე ნიუ-იორკში ხო მიშას პრეზიდენტობის გიული რამდენი მილიონი იშოვა ეგ რა მიშას ბრალია კაცო გიული იყო ყაირათიანი იმიტომ რომ მაგარი იყო კაცო ბიჭო მაიამიზე ვიღას უნდა სახლი გარბის იქიდან მოსახლეობა partial ocean view რომაც უკვე არ მინდა და სართულიც არ არის მაინდა-მაინც ჩემი აზრით კარგი სართული რომელია არ მახსოვს მე-13 თუ მე-14 მართლა არც იქით არის დაბლა არის ფურზე რო ჩადიხარ მაინც ლიფტით გიწევს ჩანს partial ანუ ერთი ოთახიდან ჩანს ოკეანე თუ იქიდანაც ესე უნდა გაყოფა ხო რო გადიხარ ესე უყურებდა იძულებულთან გადახარ ეგ წამება არ არის კაც ოკეანის დანახვა უნდა გაძო ნახევარს ხედავს კიდეს მარტო სანდრა ჩამოვიდაო და დაალაგოსო თუ მაგის დედავატირეო რო აგინო ბინძური ქალიო თუ რაღაცა ადობნი პერვერტების ოჯახი ბოდიში მომთხოვია არ ჭორაო არ ვიგორო მართლა იყო ესეთი არა ჩამოვიდნენ არის ესო და მე არც დაულაგებია ბატონო მეგობრებო აი კეთდებდარიანი ყოველთვის საინტერესო ადამიანია და გავუშვით
ისინი არიან მართლა უფრო ცოტანი, ჩვენ უფრო მეტნი ვართ. ამიტომ ეს მე ეს არ მიჩენს დეპრესიას. საღადმოაზროვნე ადამიანი, არ ვიცი 90-იანების მერე მომრავლდა თუ როდის, იმიტომ რომ 30-იანებში გაწყვიტეს საღადმოაზროვნე ხალხი, მეტია და ისიც არის მითი, რომ მაგალითად რო ამბობენ რომ სტალინზე ვინ დაწერა 3 მილიონი დანოსი. არ იყო ის ეგრე დაწერილი. იქ ძალიან ესე დანოში კი იყო ცოტა, უბრალოდ სიები არსებობდა და ვიღაცებს მაგალითად კაც ერთმანეთზე მწერლებს ძალით აწერინებდნენ, იმიტომ რომ იარაღი ქონდა მიშველი და ამათ რა იარაღი აქვს მიშველი, ხო? შუბლზე ჯერ იარაღი ხო არ ადეთ? არა, უბრალოდ წითელი ხიზილალის ჭამაზე უნდა თქვან უარი. წითელი ხიზილალის ჭამა ამას მაგარი უნარული ალუზიები. არა, უკაცრავად. შავი ხიზილალა არის ისეთი, რაც ძალიან ძვირი ღირს და ძალიან ცოტა უჭერდა. წითელი ხიზილალა არ ღირს ისეთ ძვირი, ხო? თუ რამე უნდა, კაი, მაგას თავი დავარებოთ. ანუ რის თქმა უნდა, სტალინზე ვერ გავიგე კარგად რას ამბობს. მე მგონია რომ ეს ცნობიერების ნაკადია, იმიტომ რომ ასევე ხო? ამდენი შეუთავსებლობა ერთ ცნობიერებაში როგორ მოიხარშა ვერ მოვხვდი. მე ვაფშე ვერ დავიჭირე რა აზრი, ვერ გავყევი, რომ აი აქ მინდა კომენტარი, მე თვითონვე მეტია საღადმოაზროვნე. თვითონვე ეჭუბება თავისავს, ანუ ფაქტობრივად თვითონვე გასცა. საკუთარ თავს პასუხი. საღადმოაზროვნეები მოკვდნენო. ხო, ანუ 30-იანებში მოკვდნენ. 30 სტალინმა დახოცა. ხო, მაგრამ უყურე მთელი 60 წელი შემდეგ მე ვინ გაიყო საღადმოაზროვნე, ხო? ეხა გაჩნდა. აბარა მეცნიერება აღარ არსებულა. არაფერი არ იყო არა საღადმოაზროვნე. აბარა ანუ პერესტროიკის მერე შეიქმნა კიდე ახალი საკითხები. კულტურის მიღწევებს და მეცნიერების მიღწევებს და ლიტერატურას ვიცნობთ მეტნაკლებად. ანუ ამით რისი თქვა უნდათ, რომ 70-იან, 80-იან წლების დასაწყისში 60-70-იანი ქართული კულტურის, სპორტის და მეცნიერების რენესანსი არ იყო? იყო, მაგრამ ისინი არა, ობიექტურ რაღაცებს არ უარყოფენ. როგორ არ იყო, არ იყო ძმაო. როგორ? ვინ იყო? ყველა. აი გეტყვის ვინ იყო? ყველა ძმაო, ყველა კინოში ყველა ის ოთარ იოსელიანი მაგათი იმიტომ რომ ეზოპესენიც გესაუბრებოდა, მაგას გეტყვიან. არ არის ოთარ იოსელიანი. რას მეტყვიან? ის რომ მაგალითად გიორგ ოპისთვე ამას წარმოდგენაში უპირისპირდება საბჭოთა კაც პრიზები აქვს აღებული უცხოური. ანუ მე გეუბნები ისინი რას გეტყვიან? არა, ისინი კარგი, ისინი შენ ხო მაგაზე ხარ ეხა? ლოგიკა რა არის, ანუ რითი დაუპირისპირდებიან? ანუ ეს არნოლდ ჩიკობავა. არნოლდ ჩიკობავა. აგენტი იყო რუსული. მე მაგას ვამბობ. ესენი თქვან, მე საღადმოაზროვნე იყო ძმაო და მართლა მაგარი შემსრულებელი. ამათ საღიაზროვნება არის ლიბერალიზმი. უსხელიშვილი. უსხელიშვილი წარდი და იჩიულე. დიმიტრი უსნაძე. აჰა. რა უკრა ბიჭო, რა გავაკეთე და იჩიულე. და კაი. არ გინდა. ნინო ჟიჟილაშვილი. აი ნინო ჟიჟილაშვილი, რომელიც მადლობას უხდის გეზერაშვილს. აი ძალიან. ამდე ტელეისტორიაში არავის ქონია და სხვა შორის ეს წილიც დავით გეზერაშვილის ფორმულას სტავს რისთვისაც მადლიერების მეტი არაფერი გვეთქმის მისთვის ჩვენი მხრიდანაც და იმისთვისაც რომ მთელი ამ 6 წლის განმავლობაში ჩვენ მე დავახო ცოტა მოგვიანებით შემოვერთით არხს, მაგრამ ჩვენ არ ქონია არანაირი არც ერთი ცალი რაღაცა ტიპის დირექტივა, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ყოფილიყო რაღაცა ტიპის თხოვნაც კი, არა თუ ჩარევა, ზეწოლა ან რაღაცა სერიოზული ცენზურა. არც ერთი რაღაცა მოძრაობაც კი არ ყოფილა საიმისო, რომ რაღაცა ტიპის თვითცენზურაც კი გაგვჩენ. ბიჭო, რაღაცა იმას რო აკეთებ ჭარჭიქს, დასჯელ მანქანას და კბილანა რო არის. კბილანამ რა უნდა გაკეთოს, ხო ვიცი? რომ ჩადგავ იმ კბილანას, მე დირექტივებს ხო არ ეუბნები. გინდა ისინი. ხო, უტრიალებს რა. პროდუქტი რასაც ეს აწარმოებს, ეგ იყო და მე რა მაინტერესებს, ერთი კითხვა მაქვს იგივე. ეს გავიგე წილები რომ მოიშვა. შენ ქონია ოდესმე დირექტივა? არა, მართლა არა. არა. მე რა დირექტივა უნდა მქონდეს. შეიძლება დირექტივა მითხარ ჰიპოთეტურად რომ ასე მოატრაკებო რა. ჰიპოთეტურად. დირექტივა? ვერ გავამხელ ახლა. ლავროვისგან არ მოსულა რა. ვერ გავამხელ. არც უარყოფარს ვადასტურებ. და გასპრომის. მე გავამხელ, მოდი ცოტა გამხელი ჯობსო რა. დაიწყო, შენი სათაურები. ამოგჭირან თუ როგორ არის მაშინ? ერთხელ იყო მარტო, მეტი მეც არ მახსენდება, კინჩენინისგან. რა ენაზე? ჩრდილოკორეულად. მე ჩრდილოკორეული პოეზიის სპეციალისტი ვარ. პოეზია ვერ გაგაჩერდა. პროზის. კი. თარჯიმნადაც მუშაობ. თარჯიმნადაც მუშაობ და აი სამნი და კოში ვაპარებდი რაღაცა გარკვეულ იდეებს. ერთხელ იყო დირექტივა, მაგრამ ძელდება. არ ხარ ჩამოყალიბებული. არა, გეუბნები, კიმჩენინი, მეტი არაფერი არ მომსვლია. საერთოდ, მეგობრებო, ღიად ვაბობთ. ანუ ის
გაზპრომის ლოგოიანი კონვერტები რო დაგქონდა ხოლმე ეგ რა იყო აბა და მეორე იყო ჰეზბოლა რა გური ჩვენთან არის ყველაფერი როგორი ნათელი პირდაპირ არაერგზის ვამბობთ რა გვინდა სად ვარ და რა იდეებს პროპაგანდაზე ჩვენთან არის ყველაფერი იასრი რა ესენი რომ გამოდიან და დემოკრატიის და თავისუფალი სამყაროს ტრუბადურები ვართო რომ იძახიან და სინამდვილეში ძარცველი პენსიონერების ძარცველის დაქირებული ტიპები რო არიან ეგ არის პრობლემა და USAID-ის აგენტები კაც ხო და ხო სამშობლოს მოღალატები არა პერვერტების აგენტებიო პერვერტების აგენტები რა თვითონ პერვერტები კი არა ისინი ეგ წილების გადაფორმება კარგია მაგრამ ფული იმაში რო არის ლაშას მამა გარდაიცვალაში მას ფულს მე ფულს ვინ მოხდა სკამები აუღიათ ჰა სკამები აუღიათ რა უღიათ სკამები ფეხზე იდგნენ ესენი ფეხზე იდგნენ ხო მაშინ მაშინ კარგი მეგობრებო ცოტნე კომბერიძე მე მგონი არ გვინდა ეს ძალიან ბევრი პატივია კუტაბოისთვის მაშინ აჰა გაუშვათ რა მიშამშულდაძე აი მიშამშულდაძე აი აქ უკვე სკეპტიციზმი შეინიშნება გარკვეული სკეპსისი შეხედეთ ახლა ძალიან მომახიანად კი ვამბობ მაგრამ ვითარება მართლა ძალიან რთულია იმიტომ რომ თული მომენტი არის ზოგადად რა მთელ სამყაროში და მათ შორის აქაც და ბოლო თვეებში განსაკუთრებით ჯერ კიდევ ინვესტორის პირობებში ხელისუფლება ყველაფერს ცდილობდა პრობლემები შეექმნა ჩვენთვის და ყველანაირად ხელს გვიშლიდა რომ არხის ფუნქციონერებისთვის აუცილებელი თანხები მიგვეღო შეუფერხებლად და ძალიან რთული იყო ეს როცა იყო ჩვენამდე მოხსევა ამ თანხების ფერხდება ამიტომ ეს პრობლემები რომლებიც დაგროვდა არის საკმაოდ დაგროვილი ასე ვთქვათ ამ მომენტისთვის რა და კონკრეტული პრობლემები არის ადამიანებისთვის გადასაჭრელი და მუშაობთ პირველ რიგში ხარ მე რაც გავიგე და რა დასკვნაც გამოვიდა ერთ წუთი შეხო შენებური გაგება გააკეთე ნახე მე რა გავიგე პრობლემები რაც დაგროვდაო არის დაგროვილი ანუ ხო იგივენაირად არის დაგროვილი ვინ განგროვდებაო ანუ დაგროვებული პრობლემები არის დაგროვებული ერთი გორაო ხო არა ამდენი გორა არ დაუზოსდებია ეხა ეგ მართლა სხვა ვერაფერი ვერ მოვისმინე ფული არ გვაქვს აი არ მოვისმინე სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი მე გეტყვი შენ აბა რა თქვა რომ ეს კეზერაშვილი კი კაია რომ წავიდა და შეგვატოვა და შეგვაჩიჩესო მაგრამ კასეტებს ხო არ გავყიდითო და მაგნიტოფონებსო და ფული არ გვაქვს ბაბა ფულიო და ხო თქვა იქ რომ დავკვირდითო ევროკავშირს რომ ხო სად არის ფული ჩვენ აგრეული ძები ვაკეთეთ და სხვათა შორის მე შეიძლება ამაზე რაღაცები თქვა ერთად მუშაობდით 105-ში და კოლეგები ვიყავით ნიჭიერი კაცია მაგრამ მე ვერ ვიტყვი რაღაცებს გარკვეული თუნდაც ძველი ურთიერთობების გამო მაგრამ ჩერგომ რო ამაზე თქვა და ამას რო უქნა ჩერგომ გახსოვს რა კარგად გავარჩიე ის იყო კლასიკა ის იყო ეს იყო ძალიან მაგარი რა პრაქტიკულად მიაჩმორა რა და მიაღებინა ხელები დააწყობინა ჩვენ ისეთ რაღაცები გამოუტანა გარეთ რასაც ეჯდნენ და ფარავდნენ რომ შენ არიყავ WhatsApp-ის ჩატში კონტროლებდიო მე ჩატში აღვე და იტყუებიო ის ფაფდედი რო აკაჩაო იმას ხო იცი get him to the Greek-ში ხო აი დაახლოებით აი ეს მაგრამ 8 წელს მეგობრებო დიდი მადლობა ვიყურეთ ჩვენ ხვალ შეხვდებით მადლობა ყურადღებისთვის ბალამდე